დილამშვიდობის მოგესალმებით, კომერსანტის დილა ეთერში და დღეს არის ოთხშაბათი, არის ტრადიციული დღე Citycom-თან ერთად ჩვენი რუბრიკის, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვსაუბრობთ სამეზობლოში არსებულ გამოწვევებზე, პრობლემატურ საკითხებზე და მათი გადაჭრის გზებზე, როგორ ვიზრუნოთ სამეზობლოზე Citycom-თან ერთად. დღეს ჩვენ სტუმრებს წარმოგიდგენთ ნათია ორახელაშვილი, კომპანია Citycom-ის account manager-ი და ლევან ფხაკაძე, კომპლექსის საერთო თავმჯდომარე. გსტუმრობენ დღეს, მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მობრძანებისთვის და ჩვენი თემა დღეს გახლავთ საცხოვრებელი კომპლექსების მენეჯმენტი და ჩვენ უშუალოდ გავიგებთ აი ამ პროცესში რა სირთულეებს ხვდებიან საცხოვრებელი არა მხოლოდ ერთი კორპუსის, არამედ კომპლექსის მაცხოვრებლები და როგორ უნდა იზრუნონ მოკლედ სხვადასხვა საკითხების გადაჭრაზე. ნათია, მოდი თქვენი დავიწყოთ, იმიტომ რომ ჩვენ წინა გადაცემებში ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, თქვათ თუ როგორ არის მარტივი პროცესი Citycom-თან ერთად თანხის შეგროვების, სხვადასხვა საკითხების გადაჭრის, თქვათ რა ეტაპებს გადიან კორპუსის მაცხოვრებლები, თავად მენეჯერის და ასე შემდეგ, თუმცა ჩვენ ვიცით და ბოლო პერიოდში ტენდენციაც არის, რომ ახალი კორპუსები კომპლექსების სახით შენდება, ხომ, სადაც არის არა მხოლოდ ერთი და ორი კორპუსი, არამედ შეიძლება რამდენიმე, მათ შორის სადარბაზოც რამდენიმე იყოს და ათეულობით და ასეულობით ოჯახი იყოს ამ კომპლექსის მაცხოვრებელი. აი ასეთ შემთხვევაში როგორ ხდება ჩართვა თქვენი მხრიდან ამ პროცესში, რა ეტაპებს გადიან, ანუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ აი ამ კომპლექსს ყავდეს ერთი ან რამდენიმე წარმომადგენელი, არ ვიცი როგორ არის და საკითხის გადაჭრა მოხდეს უმტკივნეულოდ. კი. მოგესალმებით პირველ რიგში. მოკლედ კომპლექსები სტანდარტული კორპუსებისთან შედარებით ბუნებრივია უფრო მეტ დატვირთვას და მეტ ძალისხმევას მოითხოვს კონკრეტული პირისგან, ვინც არის პასუხისმგებელი ან თავმჯდომარე ან ამ პროცესებში ჩართული ძირითადად, იმიტომ რომ მაცხოვრებელიც ბევრია, საკითხიც ბევრი არის გადასაჭრელი სერვისების შესაბამისად ნებისმიერ ნაწილში. აქედან გამომდინარე ეს იქნება ერთი თავმჯდომარე კონკრეტული თუ გადანაწილებული უკვე კორპუსების მიხედვით წარმომადგენლები, ეს უკვე მათ გადასაწყვეტია. პროცესს რაც შეეხება სტანდარტულად მივყვებით ამ შემთხვევაში, როგორც ჩვეულებრივ კორპუსებთან, ანუ არ აქვს მნიშვნელობა ის პირობითად ერთი კორპუსი იქნება თუ რამდენიმე საცხოვრებელი შენობა, თუმცა კომპლექსი ბუნებრივია, შედგება თქვენ სწორად აღნიშნეთ, შეიძლება იყოს 5 შენობიანი, 10-იანი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ბატონი ლევანი, ჩვენი სტუმარი დღეს მობრძანებული, ჩვენი ერთ-ერთი მომხმარებელი და წარმომადგენელი კორპუსის მენეჯერი, ჩემი სახლი ჯიქიას და ის უფრო დეტალურად მოგვიყვება ყველანაირ საკითხებთან დაკავშირებით. ხო, აი მაგალითზე უფრო მეტად მარტივია, რომ აღვიქვათ, თქვათ რა ეტაპები და რა პროცესებია. მოდი თავდაპირველად გითხარით, აი თქვენი კომპლექსის მაგალითზე აგვიხსენით, როგორ მოხდა საერთო გაერთიანება და ხმათა უმრავლესობის, იმიტომ რომ ეს ძალიან რთული პროცესია, ხო? ადამიანები ვერ იცლიან რაღაც დრო შეიძლება არ ქონდეს, მაგრამ აი თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა კომპლექსის გაერთიანების ხელმძღვანელის არჩევა და შემდეგ უკვე Citycom-თან თანამშრომლობის ნაწილზეც გვაინტერესებს, რატომ შეაჩერეთ არჩევანი და რა იყო მთავარი თქვათ უპირატესობა, რის გამოც სწორედ Citycom-ი აირჩიეთ როგორც პარტნიორი ამ შემთხვევაში. გამარჯობათ. ჩვენ კომპლექსის შემთხვევაში პროცესები გამვითარდა ესეთი სახით, რომ ვინც ყავდა მანამდე მომსახურე კომპანია, იყო დეველოპერული კომპანიის შუღობილი კომპანია, წლების განმავლობაში მომსახურებას გვიწევდა თავად, თუმცა რაღაც ეტაპზე დადგა დღის წესრიგში გარკვეულ კორპუსებში, რომ მომსახურების ხარისხი უფრო მაღალი ყოფილიყო, ასევე სამეზობლოს ჩართულობა უფრო მაღალი ყოფილიყო და ამისათვის თავმჯდომარეების არჩევაზე დადგა საკითხი და პროცესები ისე წავიდა, რომ საბოლოო ჯამში აი ამ 28 კორპუსში ყავს ასე ვთქვათ თავმჯდომარეები, რომელთა გარკვეული ნაწილი უკვე გამგეობებშიც არის რეგისტრირებული როგორც ოფიციალური ამხანაგობები. დიახ. და ამ სამუშაო პროცესში, რა თქმა უნდა, ადამიანები გამოიკვეთენ, ვინც არიან ჩართულები, ზოგი მოადგილე ასე ვთქვათ თავმჯდომარის და ეხმარება თავმჯდომარის საქმიანობაში. და ის მომსახურებები, რომლებიც კომპლექსს ჰქონდა, უნდა შეგვენარჩუნებინა. თვითონ Citycom-თან ურთიერთობა ასე დაიწყო, რომ თავად წინა მომსახურე კომპანიას ჰქონდა მათთან ურთიერთობა დაწყებული. ჩვენ იქიდან გამომდინარე, რომ
რა თქმა უნდა, თანხების აგროვებასთან დაკავშირებით გვექნებოდა გარკვეული გამოწვევები და ჩავთვალეთ, რომ ეს მომსახურება უნდა დაგვეტოვებინა, რადგან ძალიან კომფორტული არის, როცა ელექტრონული სისტემა არის, ასე ვთქვათ, ხილვადობა, ხარჯების და ამ შემდეგ სამეზობლოს უკეთესად აქვს, ვიდრე სხვა ტიპის აგროვება რო მომხდარიყო თანხების და რაც თავარი არის, ამ 28 კორპუსს გჭირდებოდა რაღაცა საერთო სიტიკომი, რომელიც არა მარტო ვთქვათ კორპუსების ინდივიდუალური თანხების მოგროვებისთვის იქნებოდა საჭირო, არამედ ამ აგროვილი თანხებიდან უნდა მომხდარიყო საერთო სარგებლობის ტერიტორიების მოვლა. დიახ. შესაბამისად დადგა დღის წესრიგში ესეთი საკითხი, რომ მიგვემართა მათთვის და ეს ჩვენი განსხვავებული ვითარება აგვეხსნა, შეგვეთავაზებინა და ძალიან მოხარულები ვართ, რომ დაგვთანხმდნენ მალევე. თქონდა რთული იქნებოდა მთლიანად შიდა და გარე მომსახურებების გაერთიანება, ამიტომ პირველ ხანებში ზუსტად მთავარი ყურადღება იყო მიქცეული მომსახურებების მოწესრიგებასთან, ის რაც საერთო არის, ხოლო შიდაზე ასე ვთქვათ მეტნეკლები თავისუფლება ჰქონდა ყველა კორპუსთან, რა თქმა უნდა, იქ ლიფტის თუ დაალაგების თუ სხვა საკითხების მოსაგვარებლად ყველა მეტნაკლებად განსხვავებულ გზას დაადგა, ძირითადად იყო, რომ თვითონ თავმჯდომარებს ჰქონდათ თქვათ მომსახურე კომპანიასთან ან კონკრეტულ სუბიექტებთან ურთიერთობა და ეს იყო ან კომპანიის სახით ან ინდივიდუალური სუბიექტების სახით, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ იქითკენ მივდივართ და ჩავატარეთ ამისთვის ტენდერი, რომ შემოვიყვანოთ უახლოეს რამოდენიმე კვირაში მომსახურე კომპანია, რომელიც აი ამ პროცედურას, რომელიც ჩვენ ავაწყეთ, ასე ვთქვათ, დამოუკიდებლად, შევქმნით ცალ-ცალკე სტრუქტურები, დაცვა იქნება ეს მებაღეების გუნდი, მეზოების გუნდი, ასევე ლიფტიორების კომპანია შევარჩიეთ და ძირითადად ერთ იგივე კომპანია უწევს ამ ეტაპზე ყველა კორპუსს, თუმცა საბოლოო ჯამში უნდა იყოს ერთი ყველა საკითხში, ერთი მენეჯერი თითოეულ მიმართულებაზე და ამის დამენეჯმენტებას და ხარისხის უფრო გაუმჯობესებაზე, რაც ჩვენ შესაძლებლობებს და ცოდნას ცდება როგორც რიგითი მაინც საბოლოო ჯამში მოსახლეები. ამიტომ ამისთვის აკრავს მენეჯმენტ კომპანია, რომელიც ფიზიკურად ჩაერთვება მომავალში ამ ყოველდღიურ საქმიანობაში. თუმცა ის რაც სიტიკომთან ერთად დავიწყეთ, ეს საერთო ამხანაგობის და საერთო პლატფორმის შექმნა, ეს იყო ასე ვთქვათ სატესტო რეჟიმში ფაქტიურად, ამან გაიარა ტესტი, დადებითად მიმდინარეობს და ამ ასე ვთქვათ პორტფელს დავითოვებთ ასეთი სახით, რომ ანგარიშწორება ვაწარმოოთ უკვე კომპანიასთან და ისევ ამ თითოეულ სეგმენტთან მიმართებით. კი ბატონო, აი თქვენს კომპლექსში არის გარდა მაცხოვრებლებისა კომერციული ფართებიც, ხომ? აქ როგორ არის მათთან ისინი თუ მონაწილეობენ ამ სამეზობლო პროცესში? ისინი როგორც ამა თუ იმ კორპუსის შემადგენელი ნაწილი, ისედაც ამხანაგობის წევრები არიან, მათი ვალდებულებაც არის ანალოგიურად როგორც მოსახლეების ვალდებულება არის ამხანაგობის საჭიროებებში მონაწილეობა, ასე რომ მაგნაცილში ჩვეულებრივად როგორც მოსახლეობასთან მონაწილეობენ. კი ბატონო, და თავად აი სიტიკომის და თქვენ ხა ბევრი პროცესი ახსენეთ და როგორც ჩანს არაერთი მცდელობა იყო აი ამ სხვადასხვა პლატფორმების დატესტვის. რამდენად მარტივად აითვისეს სამეზობლოს წევრებმა, იმიტომ რომ ზოგიერთ შესაძლოა თქვათ ამ ტექნოლოგიურ ნაწილში არ კონდეს ხო გამოცდილება. აი სიტიკომთან ამ ნაწილში რამდენად მარტივია თანამშრომლობა? მიცით ხო, ანუ პირველ ხანებში რა თქმა უნდა, ვისაც შეხება არ ქონდა საერთოდ არასდროს ასეთ ტიპის პლატფორმებთან რაღაც პირველი პერიოდი იყო ესეთი, რომ თქვათ გარკვევა შეიძლება ოდნავ გაუჭიდათ. ზოგი ნაკლებად არის ზოგადად ტექნოლოგიასთან სიახლოვეში, ზოგიც თვითონ ამ თანხების ხარჯვა ბუღალტერიასთან მიმართებაში და ამიტომ რაღაც პატარა მცირე იყო, მაგრამ პრინციპში ადვილად გაერკვა ყველა, იქ არაფერი განსაკუთრებული სირთულე არ არის პლატფორმაში და რავი, ჩვენივრად ვართმევთ თავს უკვე 9 თვეა.
კი ბატონო. წარმატებებს გისურვებთ, ნათია, შეჯამების სახით მინდა ისე თქვენ კითხოთ, ჩვენ ახალ კომპლექსებზე ვსაუბრობთ და ეს უკვე ავტომატურად ნიშნავს და ახალი კომპლექსების მშენებლობისას უკვე სხვადასხვა სერვისების შეთავაზების დროს დეველოპერები და მშენებლები ისედაც მოიაზრებენ, რომ რაღაც ერთიანი ციფრული სისტემა შეიქმნას. აი საინტერესოა, თავად კომპანიები რამდენად წინასწარ უკვე მოგმართავენ, რომ თქვენი ჩართულობით და დახმარებით მაცხოვრებლებისთვის უკვე მზა შეთავაზებული თქვათ პროდუქტი წარადგინონ მათთან. კი ბატონო, სამშენებლო კომპანიები თვითონ მოგმართავენ, რომ სანაპიროებთან კორპუსი ჩაბარდება და უკვე მოსახლეობის პასუხისმგებლობაში გადავა სერვისების ნაწილი და თანხის შეგროვების საკითხი, უკვე გამზადებული რომ იყოს ეს პროცესები დალაგებული და გადასცეს უკვე კორპუსი ამ ციფრულ სივრცეში ჩართული. თანხის დაგროვის მექანიზმი უკვე ან დანერგილი იქნება, ან მერე უკვე კორპუსს მოერგება უკვე მოსახლეობის სურვილის შესაბამისად და შემდეგ გადაცემაშიც დავანონსებ, რომ ჩვენი ერთ-ერთი დეველოპერი კომპანია შემოგვიერთდება და დეტალებს გავივლით და გვეტყვიან თუ რატომ აირჩიეს ისეთი კომი და რატომ ჩართეს მთელი მათი პროექტები ჩვენ საბარათე სისტემაში. და უკვე წინასწარ მოკლედ ზრუნვა მიდის ამ სისტემის დანერგვაზე. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენ ვისაუბრეთ საცხოვრებელი კომპლექსების მენეჯმენტზე. ჩვენი სტუმრები კი გახდნენ ნათია ორახელაშვილი, კომპანია Citycom-ის account მენეჯერი და ლევან ფხაკაძე, კომპლექსის საერთო თავმჯდომარე, ერთ-ერთი კომპლექსის საერთო თავმჯდომარე. წარმატებები და დიდი მადლობა. ჩვენ ამ რუბრიკის ფარგლებში ერთი კვირით გემშვიდობებით ნახვამდის.